ქართული ოცნების პარლამენტი დღეს დაჩქარებული წესით კომიტეტებზე იწყებს პროკურატურის შესახებ კანონში ცვლილებების განხილვას, რომლის მიხედვით ერთი თვიდან ერთ კვირამდე მცირდება ვადა, როცა საპროკურორო საბჭომ გენპროკურორობის კანდიდატი პარლამენტს უნდა წარუდგინოს. ირაკლი კობახიძის განცხადებით ამერიკასთან სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა კონკრეტული გზამკვლევით სურთ და ელჩის ამოცანაც ეს არის ამ ყველაფერში ამერიკის ადმინისტრაცია დაარწმუნოს. მისი თქმით, საქართველოს ამერიკის შეერთებულ შტატებში ძალიან მალე ელჩი ეყოლება. რუსულმა ძალებმა უკრაინის ქალაქ ხარკოვს ეგრეთ წოდებული კამიკაძე დრონებით შეუტიეს, რამაც ნგრევა და ხანძარი გამოიწვია. თავდასხმის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, 60 კი დაშავდა. გერმანიის კანცლერის თქმით, რუსეთის მხრიდან ომის გაგრძელების უნარი სანქციების სიმძიმეზეა დამოკიდებული. მისი თქმით, რუსეთის ბოლო თავდასხმები ყველაზე სერიოზულ ომის დანაშაულს წარმოადგენს. ლოს-ანჯელესის ცენტრალურ ნაწილში სადაც საიმიგრაციო რეიდების საწინააღმდეგო აქციები მიმდინარეობს, ეგრეთ წოდებული საგანგებო კომენდანტის საათი დაწესდა. შეზღუდვა ადგილობრივი დროით საყაბოს 20 საათიდან დილის 6 საათამდე იმოქმედებს. დიდმა ბრიტანეთმა 2 ისრაელელ ულტრამემარჯვენე მინისტრს იტამარ ბენ-გვირსა და ბეზალელ სმოტრიჩს სანქციები დაუწესა. მიზეზი ღაზასთან დაკავშირებით გაკეთებული კომენტარებია, რამაც ძალადობისა და პალესტინელების უფლებების სერიოზული დარღვევების წაქეზება გამოიწვია.